პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. იცით რა არის ფიქრობ რომ თვითონ ის ფაქტი რომ ეს კომპანია იყო საქართველოში დარეგისტრირებული და ახლა გარკვეულ ოპერირებას გადარიცხებს ხო? მიუხედავად იმისა, იყო თუ არა, მქონდა თუ არა მას რაიმე სახის შეხება ან კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან, თვითონ ის ფაქტი რომ საქართველოში უკვე ესეთი კომპანია არსებობდა უკვე საერთაშორისო საზოგადოებისთვის იქნება გარკვეულწილად დამარღვევებელი ფაქტორი და ეს ალბათ იმოქმედებს ბევრ სხვა კომპანიაზე და მათ მიმართ მონიტორინგი იქნება ეს თუ შეფასება თუ რისკების ანალიზი უფრო ასე ვთქვათ სკრუტინულად იქნება წარმართული და ვფიქრობ რომ ეს ზოგადად ჩვენი საერთაშორისო იმიჯისთვის ძალიან ცუდი იქნება იმ კუთხით რომ ვთქვათ ეს კომპანია უკვე არის იყო ასეთი კომპანია საქართველოში და თუ ვთქვათ ერთი კომპანია იყო მაშინ ამ ლოგიკით შეიძლება სხვა კომპანიებიც იყვნენ ხო აქედან გამომდინარე ეს ნამდვილად არ წაადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯი და ვფიქრობ რომ მე არ გამოვრიცხავ რომ მომავალში კიდე იქნეს გამოვლენილი ანალოგიური კომპანიები რომელთა მიმართ განხორციელდება შესაბამისი ნაბიჯები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან თან არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც რომ მანამდე ბრიტანეთს ყავს საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია რომელსაც ასევე საქართველოს მოქალაქე პაკეტშიც საუბარი იყო კრიპტოკომპანიებზე ყულევის ტერმინალები ყულევის გადამამუშავებელი ქარხნის პარალელურად და ეს უკვე გარკვეულწილად ბადებს საერთაშორისო რას ადასტურებს ეს ინფორმაციათა ერთობლიობა ну, ერთმნიშვნელოვნად ამაზე ძალიან რთულია საუბარი, თუმცა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში არსებობს სერიოზული ეჭვები საქართველოში არსებული კომპანიების მიმართ, ეს არის ფაქტი და ასევე ის, რომ საქართველოს მიმართ სავარაუდოდ უფრო გაიზრდება ეს მონიტორინგის პროცესი, საერთაშორისო მონიტორინგის პროცესი და ვფიქრობ, რომ ეს არ წაადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯი და დამაზიანებელი იქნება ჩვენი იმიჯი მათ შორის ინვესტორების კუთხით, იმიტომ რომ როდესაც ინვესტორები ხედავენ ქვეყანაში შესაძლო ასეთი ტიპის შესაძლო ფაქტებს, ხო ისინი რა თქმა უნდა ძალიან სიფრთხილით ეკიდებიან რაიმე სახის ინვესტიციების განხორციელებას ასეთი ტიპის ქვეყნებში და ეს რა თქმა უნდა გარკვეულ რისკებთან და საფრთხეებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე ინვესტორებისთვისაც და თქვათ საერთაშორისო კომპანიებისთვისაც, ვისაც სიტყვაზე აქვს გეგმა რომ საქართველოში გახსნას ფილიალი ან განახორციელოს სერიოზული ინვესტირება, მაშინ ეს იქნება რა თქმა უნდა ბევრი კითხვის ნიშნის ასე ვთქვათ ჩამოყალიბებული, რაც ძალიან ასე ვთქვათ დამაზიანებელი იქნება ჩვენი იმიჯისთვის. კი ბატონო, ну მარტო იმიჯი იქნება თუ ეკონომიკურად ჩვენ თავზე ვიკრიბებთ. ან ივანიშვილი თუ იგრძნობს იმ შემთხვევაში, თუ იგივე თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულმა გამოძიებებმა და ამ ყველაფერს უკვე რა წინაპირობები აქვს ხედავ დაადასტურა, რომ არის შავი ხვრელი ის რუსეთისთვის, ირანისთვის, არ გამოვრიცხავ რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდება თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საბოლოო მიღება ფაქტობრივად ამერიკის ხელისუფლებას მიეცემა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ უფრო აქტიურად განახორციელოს გარკვეული მონიტორინგი საქართველოში და მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ არსებობდეს სხვა ტიპის ინფორმაციაც, რომელიც აქვს უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ის ჯერჯერობით ცდილობს, რომ ამაზე საჯაროდ არ ისაუბროს. თუმცა საბოლოოდ ალბათ თუ ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა უახლოეს თვეებში ვიხილოთ გარკვეული ნაბიჯებიც მათი მხრიდან. კი ბატონო. რაც შეეხება ლავროვის განცხადებას კობახიძის და უბრალოდ ლავროვის გამოხმაურებას კობახიძის და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ წაგიკითხავთ, მაყურებელსაც შევახსენებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლის თავთან დაკავშირებით ავრცელებს სპეციალურ განცხადებას, სადაც ასეთი რამ წერია. დღეს 18 წელი სრულდება სამხრეთ კავკასიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებიდან. ანუ საქართველოს როგორც ქვეყანას არ ახსენებს. სამხრეთ კავკასიას უწოდებს, იმიტომ რომ აღიარებული აქვს სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რუსეთს და მის მიერთებას აპირებს ალბათ მაყურებელი უკვე საქმის კურსშია. 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით ვერაგული აგრესია განახორციელა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რასაც მშვიდობიან მოსახლეობასა და რუს სამშვიდობოებს შორის მრავალი მსხვერპლი მოჰყვა. საქართველოს მხრიდან თავდასხმის არაპროვოცირებული ხასიათი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, მათ შორის ევროკავშირის ეგიდით შექმნილი საქართველოსში კონფლიქტის
ფაქტების დამდგენის საერთაშორისო დამოუკიდებელი მისიის ანგარიშში, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა. ბატონო ნიკოლოზ, აი შინაარსი, რასაც ახლა ვკითხულობთ, არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ ირაკლი კობახიძისგან, ასევე პარლამენტის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარისგან შალვა პაპუაშვილისა და პრეზიდენტად წოდებული მიხეილ ყაველაშვილისგან, რომელმაც მართალი გითხრათ, ისიც კი არ იცის სინამდვილეში რა წერია დადგენილებაში, კითხვას თუ შეძლებს, ალბათ შინაარსაც გაიგებს. თქვენ რა განსხვავებას პოულობთ და რატომ გვესმის ჩვენ ანალოგიური რიტორიკა, რასაც რუსეთი გვთავაზობს და თავაზობს მსოფლიოს საქართველოს? თავარი კითხვა იბადება აქ პრინციპში მაშინ, როდესაც 2008 წლის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ საერთაშორისო საზოგადოებაში სრულად ჩამოყალიბდა კონსენსუსი, რომ რუსეთმა დაიწყო ომი, რუსეთი არის აგრესორი და რუსეთი არის ყველა სასამართლო მოვიგეთ სტრასბურგი, ჰააგა. არაერთი საერთაშორისო დავა მოვიგეთ ჩვენ რუსეთთან, სადაც რუსეთი აღიარებულია ოკუპანტად და ფაქტობრივად ეს არის მოცემულობა, ეს აღარ არის რაღაც მსჯელობის საგანი და ამ საკითხის ირგვლივ რაიმე კითხვის და დისკუსიის შემოტანა უკვე ეს ძალიან სენსიტიური საკითხი არის, რომელიც დაკავშირებული ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან და ეროვნულ ინტერესებთან და მაშინ, როდესაც ამაზე საერთაშორისო კონსენსუსი და სრულიად მთელი დასავლური სამყარო შეთანხმებულია, რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთმა დაიწყო ომი და რუსეთი არის აგრესორი, ხო, მაშინ იწყებ ასეთი განცხადებების გაკეთებას და ამ თემაზე დისკუსიის და კითხვების დასმას, ხო, ანუ ეს პირდაპირ რა თქმა უნდა ეწინააღმდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ვადებს კითხვას რატომ ხდება ეს ყველაფერი, ხო, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ ინტერესების წინააღმდეგ და ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ხო, ანუ ეს მარტივი მოცემულობა არის და აქედან გამომდინარე ნებისმიერი ასეთი განცხადება მხოლოდ კრემლის წისქვილზე ასხავს ხელს და დამატებით რუსეთს აძლევს გარკვეულ ბერკეტებს იმისთვის, რომ ის მომავალში ჩვენ წინააღმდეგ გამოყოს, იმიტომ რომ 2008 წლის მერე სწორედ ეს ტალიავინის დასკვნა და ეს ნარატივი იყო რუსების ხელში, სხვა მათ ხელში არ იყო. ტალიავინი, რომელიც მოგვიანებით სხვა ქვეყნებმაც დაადანაშაულეს რუსეთთან პირდაპირ კომუნიკაციასა და კავშირში. იყო მეთქეს ტალიავინის დასკვნა, რომ მან ისეთები ეწერა, რომ შემდგომში წლების განმავლობაში გამოაშკარავდა რეალურად რა ინტერესების ვინ იყო და რა ინტერესებს ატარებდა ეს ქალბატონი. ასე რომ იმის მტკიცება, რომ დღეს რაღაც კითხვები უნდა გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ომი ვინ დაიწყო ან პირველი ვინ გასნა ცეცხლი, არის სრული აბსურდი და წინააღმდეგობაში ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე და საერთოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისტორიიდან დასკვნების გამოტანა. როდესაც ჩვენ საუბრობთ რუსეთზე, ხო, ანუ ეს არ დაწყებულა, რუსეთის აგრესია არ დაწყებულა საქართველოში 2008 წელს. ფაქტობრივად ბოლო 250 წლის განმავლობაში რუსეთი გვაოხრებს და ცდილობს რომ საქართველო გაანადგუროს. ხო, ანუ დავიწყოთ იგივე გეორგიევსკის ტრაქტატი და რუსეთი იყო, რომელმაც დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი და საქართველო შეატოვა აღამახარ მათგანს, ხო, ეგ იყო, ხო? რუსეთმა ჩამოართვა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და რუსეთმა ფაქტობრივად გააუქმა საქართველოს ავტოკეფალია და თბილისში დასვა თავისი ეგზარქოსი. ხო, ანუ ეს რამხელა დარტყმა იყო ჩვენს ქრისტიანობაზე, ჩვენს იდენტობაზე, ხო? 37 წელი გავახსენე, რამდენი ადამიანი შეეწირა საბჭოთა რეჟიმს, ჩვენი მეცნიერები, პოეტები, ჩვენი ნაღები საზოგადოება და რეალური ინტელიგენცია და არა ის წითელი ინტელიგენცია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო, ხო, ანუ განადგურდა რუსების მიერ და არ დაგვაუწყდეს 78-ში, ხო, ანუ რუსეთი ცდილობდა ჩვენი ასე ვთქვათ ქართული ენის სტატუსის შეცვლას, ხო, ანუ ესეც იყო ჩვენ დარტყმა ჩვენს კულტურაზე, ჩვენს იდენტობაზე და ყველანაირად ცდილობდა ჩვენს წინააღმდეგ ყველანაირი ხერხით გამოსულიყო 9 აპრილი 90-იანი წლების დასაწყისი სამოქალაქო დაპირისპირება, რომელშიც გარკვეულწილად რუსეთის როლიც იყო, ხო? გასაგებია, ანუ რუსეთის ისტორიული, ანუ რუსეთს ჩვენ ვართ აი თითქოს ყელში ძვალი გაჩხერილი რა, იმიტომ რომ ყველანაირ ის ვერ იტანს იმას, რომ საქართველოები არიან თავისუფლების მოყვარულები და ამდენი წლის განმავლობაში მათ ვერ შეძლეს საქართველოს დაეჩუქებინათ და დაემორჩილებინათ და რა თქმა უნდა რუსეთს აქვს თავისი გაცხადებული იმპერიული მიზნები და ამ შემთხვევაშიც ჩვენ ეს მოქმედებებიც, რასაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აკეთებს, არის მისი პოლიტიკის ნაწილი. ეს არ არის რაღაც გუშინ და დღეს ჩამოყალიბებული პოლიტიკა, ეს გრძელდება ბოლო 250 წლის განმავლობაში და საბოლოოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ და გამოვიტანოთ ისტორიები და დასკვნები, ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ არის ჩვენი მოყვარე.
ბატონ ნიკოლოზ, გუშინ მდელელი განცხადებები, რომელიც მოვისმენთ ქართული ოცნებისგან, ციტირებას კიდე არ დავიწყებ და არ გავიმეორებ, მაგრამ იქ იყო რაღაც ისტორიის გადაწერის მცდელობა. რა თქმა უნდა. პროფესორ, მცდელობა კი არა, გადაწერა ქართულმა ოცნებამ ისტორია და მთლიანად დაამახინჯა მოცემულობა, რაც მე მახსოვს ძალიან კარგად, იმიტომ რომ ვარი მასაკის უკვე ჟურნალისტი ვიყავი და ფრონტის ხაზზეც ვიყავი და ასე შემდეგ, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომმა დაადასტურა თუ არა ის, რომ ეს არ იყო ლოკალური კონფლიქტი და ეს იყო მოსკოვის გლობალური სტრატეგიის ნაწილი, რაც მერე გაგრძელდა 2022-ში უკრაინაში. რა თქმა უნდა, დავიწყოთ ჯერ კიდე პუტინის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით ხო, ანუ პირდაპირ თქვა, მაგრამ უდიდეს გეოპოლიტიკურ ტრაგედიად მოიხსენია საბჭოთა კავშირის ამ ბოროტების იმპერიის დანგრევა და არაერთხელ მას ეს უთქვამს არა მხოლოდ მიუნხენში გამოსვლისთვის, არამედ ჟურნალისტებთან კომუნიკაციის დროს და თვითონ პუტინმა განაცხადა, რომ 2006 წლიდან რუსეთი ემზადებოდა საქართველოში თავდასხმისთვის და მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოს, უბრალოდ არ ვიცი, როგორ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ვინ დაიწყო ომი, ანუ ეს არის მარტივი მოცემულობა. დიახ, რუსეთმა დაიწყო პირველმა ომი, დიახ, რუსეთი ოკუპანტია და დიახ, რუსეთი საქართველოს ისტორიული მოწინააღმდეგეებია და ყველა ვინც ამის აპირისპიროს სამტკიცებს, მოქმედებს ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და მხოლოდ და მხოლოდ კრემლის წისქვილზე ასხავს წყალს. რა გამოსავალი შეიძლება იყოს ამ ყველაფრისგან, რასაც ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების მხრიდან და როგორც ცდილობენ ისინი ასეთ მოღალატეობრივი ნაბიჯებით დარჩნენ ხელისუფლებაში. თქვენ როგორ ხედავთ ოპოზიციის პოლიტიკის პერსპექტივას ასეთ ხელისუფლების პირობებში? დიახ, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ ჩვენი გეგმების შესახებ. პირველ რიგში ეს არის საერთო იდეის ირგვლივ კონსოლიდაცია. მე არ მაქვს საუბარი მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე, ეს არის სრული საზოგადოების კონსოლიდაცია ერთიანი იდეის მიმართ, ეს ერთი, მეორე ეს არის პოლარიზაციის შემცირება, რაც არის ქართული ოცნებისთვის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი და როდესაც ჩვენ შევძლებთ კონსოლიდაციის მიღწევას, საზოგადოებრივი კონსოლიდაციის მიღწევას, არა თქო რაიმე სახის ფორმატებში, არამედ ერთიანი იდეის ირგვლივ და შევამცირებთ ამ პოლარიზაციას, უკვე ამ პირობებში ეს იქნება მნიშვნელოვანი დასუსტება ქართული ოცნებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ქართულმა საზოგადოებამ შეძლოს წარმატების მიღწევა ამ ბრძოლაში და მიიღოს საბოლოოდ კარგად მაყურებელსაც მოიხსენება ჩვენი გეგმის შესახებ, ეს არის სამართლიანი არჩევნები და თუ ჩვენ შევძლებთ სამართლიანი არჩევნების მიღწევა და მე მჯერა რომ ამას შევძლებთ, მაშინ ვფიქრობ, რომ თუ მიიღო ჩვენ სამართლიან არჩევნებს, უკვე ცვლილებები გარდაუვალი იქნება შესაბამისი სტრატეგიის განხორციელების. თქვენ დასვით ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი ორ სიტყვას შორის. თუ როგორ შეიძლება ქართული ოცნების პირობებში მივახციოთ სამართლიან არჩევნებს? რაზეა ეს აი სწორედ ის სვეტები, რაზე დგას დღეს ქართული ოცნების ძალაუფლება, ეს იქნება პროპაგანდა, ეს იქნება შიში, ეს იქნება პოლარიზაცია, რომელიც მართლა ყურით მოთრეული საკითხი არის და სხვა მდგენელები, რომლებიც მას თქო აძლიერებს ქართულ ოცნებას, მათ შორის საერთაშორისო განზომილება, ხო, თუ ამ ყველაფრის წინააღმდეგ იქნება ეფექტური მუშაობა, მაშინ უკვე ოცნება თავისივე ინტერესებიდან გამომდინარე დადგება იმ მოცემულობაში, როდესაც მას მოუწევს გარკვეული დათმობების დათმობებზე წასვლა. დათმობებზე წასვლა, კი ბატონო. ამისთვის თქვენი პოლიტიკური ძალის ლიდერი და თქვენს ცხადია ოპოზიციის ერთიანობას ხედავთ. ერთიანობას და არა ერთადერთობას. დიახ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ოპოზიციის, იცით როგორ არის, ახლა გასაგებია საქართველოში ბევრი ოპოზიციური პარტია არის, მაგრამ თითოეულმა მოქალაქემ უნდა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა უნდა იგრძნოს თავისი წილი პასუხისგებლობა ამ პროცესში, ის რომ ეხლა გვაქვს უნიკალური შანსი, რომ მოვახდინოთ ქვეყანაში ცვლილებები და რა თქმა უნდა, ერთიანად პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო სექტორმა და ზოგადად საზოგადოებამ თითოეულმა მოქალაქემ უნდა და ასე ვთქვათ, ცვლილებების მხარეს გადმოვიდეს და თუ ჩვენ ეს შევძელით და დარწმუნებული ვართ საბოლოოდ რომ ჩვენ ამას შევძლებთ, მაშინ გამარჯვება და ცვლილებები გარდაუვალი იქნება.
ძალიან საინტერესო იქნება ეს ყველაფერი ჩვენც ეს გვინდა თავისუფალ საზოგადოებას, დემოკრატიული თავისუფალი, გამჭვირვალე ესეთი არჩევნები, სადაც ნამდვილად მოიგებს ის, ვინც იგებს სინამდვილეში და არა მიტაცებული ხელისუფლების პირობებში ცხოვრების გაგრძელება, რაშიც ვართ ახლა. ნიკოლოზ ხატიაშვილი ჯერ საქართველოს წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.